პროდუქტების საწარმო ის 10 მილიონი. იცით რა არის? ესე იგი, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს ფული ეკონომიკის ეტაპში აქტივობის შენარჩუნებად უნდა იყოს, ის ასე თუ ისე რომელიმე ჯგუფში უნდა მოხდეს, მაგრამ იგი ცოტა სხვანაირად უნდა მოხდეს. არასამთავრობო განაწილების შემდეგ არამედ ეს ფული ბანკებს უნდა გადაეცეს და ბანკებს ძალიან მკაცრი პირობა უნდა დაედოთ იმაზე, რომ მათ კონკურსის საფუძველზე მართლაც და იმ საბაზრო მექანიზმებით მოახდინონ ყველაზე უფრო პერსპექტიული პროექტების დაფინანსება. ჩვენთვის თავარი სწორედ ეს ნაწილია და არანაკლები მნიშვნელობა აქვს, რომ ამ თანხების ნაწილი უკვე როგორც საბიუჯეტო თქვათ შემადგენელი ნაწილი წავიდეს დაზღვევის ნაწილში და წავიდეს აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესისათვის იმ მაღალი პროცენტების დაფინანსებაში, რომელიც მისცემს საშუალებას ბანკებს, რომ შეიმსუბუქონ რისკებით, შეუძლებელია ბანკს ახლა მოუჭირო ყელი და უთხრა გინდა თუ არა გაეცი თუ კი ხელისუფლება ასეთ ნაბიჯზე წავა, ბანკი მაშინ თამამად მოძებნის რესურსს და იძულებული იქნება უკვე აქტიურობს ან და უბრალოდ შეწყვიტოს თავისი არსებობა, იმიტომ გვიოდეს ბანკი და ასეთი მოხერხებული თქვათ სამთავრობო გადაწყვეტილებების პირობებში არ გამოიყენო ის, როდესაც ჩვენ გიზღვევენ ეკონომიკაში გაცემულ ცეცხლს და ამასთან გარკვეული სექტორებისთვის გაძლევენ იმ მაღალი პროცენტის თანადაფინანსებას, ანუ უმსუბუქებენ ბიზნესმენს და აქტიურ ადამიანს აი ამ წილს და ამაში შენ არ იყო იქ სადაც უნდა იყო ბანკი თუ ხარ, იმიტომ ფული ვიდრე უნდა იშოვო, ფული უნდა იშოვოს შენი მოქალაქეებისგან და აბსოლუტურად აბსურდულია ის დღევანდელი განწყობები. მე ერთი კომენტარი მომიწია მითხრეს, რომ რაღაც ბიურო არის შექმნილი თორე საინფორმაციო, სადაც ამ კრიზისის გამო თვალწები 123,000 კაცი შეიყვანეს შავსიაში, რომლებსაც ცეცხლები ვერ დაკარგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე გავაკეთე ძალიან მკაცრი შეფასება, იმიტომ რომ ეხლა თუ კი ბანკის მეცხოვრები ვერ ხვდებიან იმას, რომ ეს მექანიზმი მკვდარია და არ მუშაობს, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთ პატარა ქვეყანაში 123,000 შავსიაში შეიყვანოს. ეს არის აქტიური ადამიანები, ხოთორია. ეხლა თუ კიდევ 123,000 არასდროს მიცემ კრედიტს, მეორე 123,000 კიდე საძებნია, ხოთორია. ის აქტიურებს. მე ისიც იგივეს არის, მართლაც ვიღაცა თაღლითი არის, ვიღაცა არ გადამხდელია, ვიღაცა სხვადასხვა ბანკებში თქვა რაღაც ცდილობს შეცდომაში მენეჯმენტი შეიყვანოს, მაგრამ ეს არის ინდივიდუალური მიდგომის საქმე და ასე რომ თქვენ დასტადასდებათ საქართველოს მოქალაქეები, რომელიც რა მილიონიანი მრავალ მილიონიანი ქვეყანა ესია, რომ 123,000 კაცი ამ რითი უნდა იშოვო ფული ამ ხალხისგან თუ არ იშოვეს ბოლოს და ბოლოს. ანუ ეს მექანიზმიც კრიზისის პირობებში მოითხოვს ცოტა უფრო სხვანაირ მიდგომას, რა თქმა უნდა, კიდევ გეუბნებით აქ ორი არ არსებობს, საბანკო სექტორთან თაღლითი მომხმარებელი უნდა იყოს გამოვლენილი და ძალიან მკაცრად დაეძინა, მართლაც მას უნდა გადაკეტილი ჰქონდეს, მაგრამ არსებობს ობიექტური პირობები, რომელშიც თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მარტივი მაგალითია, რამდენჯერმე მომიწია სხვადასხვა ეთერში ამის გაკეთება, როგორც სიტიბანკი თავისი მდგომარეობით სოფლიოს უდიდესი ბანკი და კიდევ სხვა ბანკები გაკოტრების პირას იყო, რომ არა მთავრობა და საქართველოში ბიზნეს სტრუქტურები რაღაც საქმიანობას ეწევიან და რაღაც დავალიანების გამო, რომელიც მათ ობიექტური მიზეზების გამო შეექმნათ. ეხლა ადგედა ბანკმა იმის გამო, რომ ვიღაცამ დააგვიანა კრედიტის გადახდაზე, საერთოდ კრედიტი არ მიცე. არის მე ვფიქრობ, რომ ისეთი არასწორი გადაწყვეტილება, რომელსაც უბრალოდ თვითონ ბანკებისთვის შედეგი არ არის. ეს არის გადაწყვეტილი, არ იძლევიან კრედიტს. ასეთი ბანკი აღარ არის. არ იძლევიან ობიექტური მიზეზების გამო, არ იძლევიან სუბიექტური მიზეზების გამო. მოდით კიდევ ერთი მაგალითია, რომელზეც მე მინდა ვთქვა, თითქოს და ახალი ბრენდი შემოვიდა საბანკო სექტორში, ცნობილია ნამდვილად ინგლისური ბანკია, უზარმაზარი, მაგრამ მენეჯმენტი ისევ ქართულია. მე ერთ-ერთი სადაც ჩემი მეგობარია კონსულტაციების უწევ როგორც კი შემიძლია და თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანმა, რომელმაც შეეძლო საკუთარი ძალებით სერიოზული აქტივების შექმნა, ბიზნესის გაფართოება, იმის გამო, რომ თქვა ამ კრიზისულ სიტუაციებში დაუბრუნდა რომელიღაც ბანკში რაღაცის გადახდა, აქ ეს ახალგაზრდა საერთოდ მსხვერპლია ეს ასეთი საკრედიტო მისელი, ან რა სერიოზულობა ეს, რომ ასეთ ღლაფებს დაავალო, ის რომ ბიზნეს პროექტები შეაფასოს, რა პროექტები უნდა შეაფასოს, მაგრამ
ჯერკი ახლა არ მინდა ეს ვისაუბრო რომ იმ ფინანსური მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდები და საერთოდ არ გამოიყენება ეს არის სუბიექტური და თქვენ წარმოიდგინეთ რანაირი მოტივით ეუბნებიან ვარს კრედიტზე რომ თან თვითონ მიაკითხესო თქვენ თურმე სადღაც დაგიგვიანებიათ კრედიტის გადახდა და ჩვენი მენეჯმენტის გადაწყვეტილები აი ეს არის აბსურდი ამას ქვია აბსურდი ამას ქვია კონკავშირული ახალი თაობის კონკავშირების ფორმირება რომელსაც არ ფინანსური მენეჯმენტი იციან არ საბანკო საქმისთვის არიან მოწოდებული და არიან უზრუნველყოფილი მხოლოდ იმით რომ ეს დაყენებული ხელოვნური თქვა საქციელები თავიანთი ხელფასები და წინსვლა კარიერული მოხდეს ეს არის ის რასაც ნეგატიურ ასპექტში ჩვენ კონკავშირს მოუწოდებს. კეთილხმით. აი შეგვიძლია არის ზემაზე უცნაური სიტუაცია, ფონია უცნაური თქვენკები ძალიან და თითქოს არავინ არ აღწერებს ამას. ყველაზე ესე ვთქვა და ნაკლებ ხარჯიანი ქართული ეკონომიკაა საერთოდ ესეთი ეს რეალობა ეს ოფიციალური განაცემებია ძალიან ცუდია გითხარით თან თუ დაუმატებთ იმას რომ ხეთავად ბრძანეთ რომ დასავლეთთან ინვესტიციები არ მოხერხება ეს რიშა ის მაგათაც პარლამენტის პრემიერ-მინისტრი ეგება იმიტომაც რომ პრესაში ვიწყება და თქვა გვეცისეთდა მე პირადად მე არაფერი ვიცი ასე რომ ყოველ შემთხვევაში მე თვალსაჩინო რამ არსებობს მე სხვანაირად ვხედავ ამას ესე იგი პრემიერ-მინისტრი იმიტომ არსებობს რომ პრემიერ-მინისტრის ფუნქციები შეასრულოს ისტორია და ის არ არის ერთადერთი რომელიც პრეზიდენტს არის პრემიერ-მინისტრის ფუნქციები ახლა ბატონ ნოღაიძეს მქონდა კამათი აფსაგისთან დაკავშირებით და შემთხვევით გაუგებარი ფუნქციები გაასახელა ამ ადამიანმა პრემიერ-მინისტრს და ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი და ამდენად არარსებულ სფერო სახელმწიფოში რომელიც არ იყოს პრემიერ-მინისტრის რომელთვიან დაანგებლობი ერთადერთი რაც არის ეს არ არის მარტო უნიკალური ქართული მოდელი შეიძლება მან თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ძალოვანი სტრუქტურები არ დანიშნოს მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ პრემიერ-მინისტრმა საქმიანობა ესე იგი მაშინ აბსურდია მაშინ ეს ძალოვანი სტრუქტურები მინისტრთა კაბინეტიდან გარტანილი უნდა იყოს და რაღაც სპეციალურ სტრუქტურაში ასე არ ხდება ამიტომ აქ ჩვენ მარტივიდან გვაქვს მარტივდანისთან გვაქვს თუ ყავს პრემიერ-მინისტრი რაღაც ფუნქცია უნდა ქონდეს და უნდა ასრულებდეს იმ ფუნქციას თუ ყავს მინისტრთა კაბინეტი ისინი თითოეული მინისტრი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უნდა მოქმედებდნენ და შესაბამისად ეს ძალიან საჯარო უნდა იყოს არ შეიძლება ვიღაცა მინისტრის ნაცვლად გადაწყვეტილებებს ვიღაცა იღებდეს და ეს ადამიანები იჯდნენ იქ და თქვა კარგი ახლა შესანიშნავი ის არის მოწყობილობა იქ ყველა თითოეულს აქვს თქვა პერსონალური კომპიუტერი ყველაფერი ავტომატიზირებული ეს ყველაფერი შესანიშნავია მაგრამ ფუნქციის კეთება და ასეთ ქვეყანაში ძალიან კარგი გადაწყვეტილებების მიღება ყოველგვარი იმ ანტურაჟის გარეშე შეიძლება ბალანსი მოდი დავუბრუნდეთ აი ეს კვირდებით აი ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ რა უნდა აკეთოს აი ესეთი კონსტიტუციური ესე თქვა ყოფაცხოვრების დროს ახლა საინტერესოა უცნაურია რა ხდება აქ არის ძალიან მარტივი არა ძალიან საინტერესოა აფხი კი არის ხები რომ რატომ არის ესეთი ეს მაინტერესებდა იქამდე მაყურებელი შემოვიყვანა თუ შეიძლება რა ისმენთ ეხ ეთერში ხარ ისმენთ ალო გამარჯობა გამარჯობა თორესამარი მოგესალმებით ბატონო გეროჩავდრევანდელ დღეს და ერთი შეკითხვა მაქვს თქვენ სტუმარს კი ბატონო ბატონი ძალიან მაინტერესებს მისი აზრი რაღაცა საკითხზე თქვენ როგორ ფიქრობთ ანუ აი ეკონომიკურ კრიზისს ელაპარაკობთ ახლა და ჩვენი საქართველოს პირობებში აი მაინტერესებს იქ ბანკებზე იყოს საუბარი აი თქვენი აზრი მაინტერესებს ეხანდელი ფინანსშენებლობის საკითხებზე როგორი აზრის ახალ და რას ფიქრობთ რამდენი ხანი შეიძლება კიდევ გაგრძელდეს ამ დაანგრეულ საქართველოში ბინების ფასი უტოლდებოდეს ევროპულ ბინების ფასს აი დავჭეროთ ჩამოვაყალიბე მაგრამ იმეცეთ ფიქრობ რომ ეს არის ეს ხება რა მაშინ შენებლობა